მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. დღეს საქართველოს 72 საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნები შედგა. ეგზიტ პოლების შედეგები დღის 4 საათისთვის ასეთია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტ პოლის შედეგების მიხედვით, ქართულ ოცნებას მხარი გამოკითხულთა 35%-მა დაუჭირა, ნაციონალურ მოძრაობას 30%-მა, ქრისტიან დემოკრატებს 1,6%-მა, ლეიბორისტულ პარტიას 0,7%-მა. დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა 32%-მა. რუსთავი ორის მიერ დაკვეთილი ეგზიტ პოლების შედეგები კი ასეთია. ქართული ოცნება 51%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 41%, ქრისტიან დემოკრატიული პარტია 4%, ლეიბორისტული შრომის პარტია 1%. რუსთავი ორის ცნობით ეს არის 4 საათისთვის არსებული მონაცემები. ნაციონალური მოძრაობის პრესპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ გამარჯვებას 53 მაჟორიტარულ ოლქში მიაღწია, მათ შორის თაქთაქიშვილმა ოზურგეთით დაასახელა. როგორ მიმდინარეობდა ქალაქ ოზურგეთში საპარლამენტო არჩევნები, ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი თამთა დოლიძე ისაუბრებს. საპარლამენტო არჩევნებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 72-ვე საარჩევნო უბანი ერთდროულად 8 საათზე გაიღო. პროცესს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 800 დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამომრჩევლის ნაკადი განსაკუთრებით დიდი დილის საათებში გახდათ. უბნებზე დღის 3 საათისთვის არჩევანი თითქმის 32,000 ადამიანმა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59%-მა გააკეთა. უბნებზე ისევე როგორც მთელს ქალაქში სიმშვიდე შეიმჩნეოდა, როგორც კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა განაცხადეს, კენჭისყრის პროცესი საბოლოო ჯამში შეფერხებისა და ინციდენტების გარეშე მიმდინარეობდა. არჩევნები მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში. ყველანაირი კომფორტი არის შექმნილი ამომრჩევლისათვის, არანაირი ექსცესი არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, რომ აწრი არც დაფიქსირდება, იმიტომ რომ უბანი მუშაობს გამართულად და სწორად, კანონისამებრ. ნამდვილად წყნარი სიტუაციაა. პირველი და მეორე ეტაპი ჩატარდა ექსცესების გარეშე, შეცდომების გარეშე, დარღვევები არ დაფიქსირებულა, არც ერთი განცხადება არ შემოსულა. საჩივარი ფაქტიურად ამომრჩეველთა მოსვლის პროცენტი მაღალია, თითქმის ნახევარია უკვე 2 საათისთვის და კიდევ ველოდებით ამომრჩევლებს. ამომრჩეველთა რაოდენობა არის 1334. ისა უკვე მოსულია ამ წუთისათვის, 15 საათისათვის 551 ამომრჩეველი. ნორმალურად მიდის მუშაობა კომისიაშიც და ამომრჩეველთა ნაკადით საკმარისი რაოდენობაა ჯერჯერობით. საღამოს 8 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანი დაიკეტა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. მუშაობა გრძელდება ამ წუთებში. საბოლოო შედეგებს საზოგადოება სავარაუდოდ ხვალ შეიტყობს. რა განწყობით მიდიოდა მოსახლეობა არჩევნებზე და იყო თუ არა მაღალი აქტივობა სოფლად, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ოზურგეთის ნომერ 60 საარჩევნო ოლქის კონჩკატის, თხინვალისა და ბოხვაურის საარჩევნო უბნებზე დღე მშვიდ გარემოში ჩაიარა. როგორც ოზურგეთელმა ამომრჩეველმა გვითხრა, მათ მშვიდ, სტაბილურ და ნათელ მომავალს მისცეს ხმა. ნახოთ მოლოდინში ვართ. მშვიდობა იყოს, ხალხის მსხვერპლი ნუ იქნება და დაწყევან დღეს ერთი ქვეყანა და ხალხის დამწყნარდეთ. ყველა აფორიაქებული ვართ. რომელიც თავრობა იქნება მშვიდობა, ეკონომიკა მაგი. არ აქვს მნიშვნელობა რომელიც იქნება. ეკონომიკა, მშვიდობა, კარგობა. და საქართველოში იყოს ცხოვრება, რომელიც ახალგაზრდა კაცი 20 წლის, 21 წლის რო არ წავიდეს საზღვარგარეთ, იყოს ელემენტარული საქართველოში დასაქმებული. აღნიშნული უბნების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. საღამოს 5 საათისთვის უბნებზე მიმსვლელთა რაოდენობა 70%-ზე მეტი იყო. ამომრჩევლის აქტიურობა მაღალია. ამჟამად უკვე გამოცხადებულია ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-ზე მეტი. მაქსიმალურად კანონდაცვით ვაკეთებ ყველაფერს და დამკვირვებლებიც ამას აღნიშნავენ. არანაირი დარღვევები არ ყოფილა, ნორმალურად მიმდინარეობს და არანაირი გართულება საერთოდ არ ყოფილა, არ დაფიქსირებულა არც ერთი საჩივარი და ჩვეულებრივ რიფტში რა
მიმდინარეობს. საკმაოდ ნორმალურად და ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი, დარღვევას ადგილი არ ქონია. მე პირადად როგორც დამკვირვებელი მაქსიმალურად კმაყოფილი ვარ. დღევანდელ საარჩევნო პროცესს თითოეულ უბანზე 30-ზე მეტი დამკვირვებელი, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე პოლიტიკური პარტიებიდან დაესწრნენ. საარჩევნო უბნებზე დღეს სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, თუმცა იყო მცირე ტიპის დარღვევები, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიამ ყისვე გამოეხმაურა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოზურგეთში ინციდენტისა და ექსესის გარეშე არ ჩაუვლია. თავდაპირველი ინციდენტი, რომელიც ანასეულის ნომერ 57 უბანზე მოხდა, უბნის კოორდინატორმა მართველი პარტიიდან შუქრი გაბრიჩიძემ დააფიქსირა. 11-ის ნახევარზე ამოვიდა მეცხრე არხი, ჟურნალისტები. ჩემი მანქანა მიდგა საკეთებს, როგორც წესი და კანონია, მოვედი აქ არჩევნებში ხმის მისაცემად და ჩემი მეგობრები იჯდნენ მანქანაში, რაღაცებს კითხულობდნენ, შემოვარდნენ მანქანაში, შემოყვეს ეს თავისი აპარატურა და გინდათ თუ არა დაიწყეს ბრძოლა იმაზე, რომ რას კითხულობთ, ვინ ახართ, რატო დგახართ, არც უკითხიათ, რომ ეს საკუთარი მანქანაა და ჩემს საკუთრებაში შემოვარდნენ და რაღაც ალიაქოთი ატეხეს, თითქოს მე აქანა რაღაცას ვაკეთებდი. შემთხვევას თვითმხილველი წყავდა. გაურკვეველი სიტუაცია იყო ერთგვარად და შეიძლება ზეწოლაც ყოფილიყო, იმიტომ რომ რასაც მე შევესწარი, ქალბატონი ამტკიცებდა ალბათობის დონეზე გამოთქვამდა, ალბათობის დონეზე, რომ ალბათ სიები იყო ნაციონალებისა და უბრალოდ მე ჩავერიე და ვთქვი, რომ ამ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ალბათობით მსჯელობა არ შეიძლება, თუ კი ნამდვილად ხართ ამის მოწამე და დაინახეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, რომ თქვათ, განაცხადოთ მე. დილის საათებშივე საკრებულოს წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ლელონა ცვალაძე ლაშეს უბანზე გადაუმოწმებელი ინფორმაციით ეგრეთ წოდებულ კარუსელზე ალაპარაკდა. აღნიშნულ უბანზე დააფიქსირა ქალბატონი, რომელმაც ხმა მისცა სპორტის სასახლეში ზვანის მეორე საარჩევნო უბანზე, იმიტომ რომ ამ წარმომადგენელმა თვითონ შეაცილა ეს ქალბატონი კაბინაში და აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი მოვიდა ჯავახიშვილის ქუჩაზე მაცხოვრებელი, სინამდვილეში აქ აძლევს ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ხმას და აქაც მისცა ხმა. დავაფიქსირეთ, ეს არის დარღვევა, რა თქმა უნდა. ქალბატონი მერე გამოჩნდა მისი შვილი, რომელმაც პროვოკაცია უწოდა ამ დაგეგმილს, ეს არის დაგეგმილი პროვოკაციაო, ჩვენ მხოლოდ აქ მივეცით ხმაო. მაგრამ ქალბატონმა აღიარა რამდენიმე ადამიანის თანასწორად. აღნიშნულ უბანზე კი რიგითმა ამორჩეულმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან უხეშობაზე, ზეწოლაზე და ცილისწამებაზე გააკეთეს აქცენტი. ვიღაცები შემოვიდა თავის ტელეფონით და სურათები და რაღაცა, თქვენ გაქვთ ყალბი ბიულეტენები, ჩამოყვარეს დაბლა, ჩანთებიქეთ აქეთ რაღაცეები და ვერაფერი ვერ ნახენ და წავიდნენ. ერთად ვიყავით, არაფერი მაგდა. აი, მანქანაც თუ გინდათ იყო ცილისწამება ნამდვილად არანაირი ბიულეტენი ჩვენთან არ იყო და არც არავის არ უნახია. ნომერ 63 ციხისფერდის საარჩევნო უბანზე კი დარღვევა დაფიქსირდა. ოზურგეთის ნომერ 63 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ბეჭედ დარწმუნდით წინასწარი საარჩევნო სიები საარჩევნო უბნის გარეთ აღმოჩნდა. აღნიშნული ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენელმა საჩივრი დააფიქსირა. ინციდენტს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი უბანზე მისვლით გამოეხმაურა და შესაბამისი ზომები გაატარა. რამოდენიმე მოქალაქის ხელში აღმოჩნდა ძველი, მინდა დავადასტურო, პირველი სია, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცა პირველი შეკრების თანავე. აი, პირველად სია. ორი დღით ადრე ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო დაზუსტებული ვარიანტი ჩამოდის სიას და რომელიც ხედავთ, რომ ამოყრული იქნება ეგ შემოსასვლელში ერთად. ну ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შემოსულია, იგივე საჩივარი ოლქშიც შემოვაქვს, მე როგორც მითხრა ქალბატონმა მარიამ და საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღებს გადაწყვეტილებას. პირდაპირ გეუბნებით, რომ პირველ რიგში დადგება თავმჯდომარის პასუხისმგებლობა და შემდეგ მთელი კომისიის პასუხისმგებლობა. საბოლოო ჯამში კი ყველა დარღვევაზე ინფორმაცია ჯერ საოლქოში, შემდეგ კი CSK-ში გადაიგზავნება და საბოლოო რეაგირებას ისინი გაატარებენ. დღეს როგორც საარჩევნო უბნებზე ქალაქის ქუჩებშიც სიმშვიდე იგრძნობოდა. თუ არ ჩავთვლით ოზურგეთის მეცხრე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს, რომელსაც საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოყოლია. დავით აღმაშენებლის გამზირზე დღის მეორე ნახევარში 5 საათსა და 15 წუთზე გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალმა შავი ფერის Honda Civic-ის მფლობელმა საჭი ვერ დაიმორჩილა და ბოძს დაეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში შევარდა. ძლიერი მანქანის ხმა იყო წამოსვლის. და დარტყმის ხმა. მეტი არაფერი. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, თავად დაზარალებული კი სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
გამოშვების დასასრულს გაგაცნობთ რუსთავიორის ეგზიტ პოლების საბოლოო შედეგებს. ქართული ოცნება 50%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 51%, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 5%, სხვა დანარჩენი 4%. მე ამ ინფორმაციით ხვალამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.